2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით. ამის პირობას ვაძლევ ყველას. აი ასე პასუხობს ოცნების პრემიერი ოპოზიციური ალიანსის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით გაერთიანების ლიდერებმა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად 6 ძირითადი პირობა წარადგინეს. კობახიძე ამბობს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაშია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება. ასევე ოცნების პრემიერი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მთავარ მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ და თქვა, რომ თუ არ იქნება მონანიება, არ იქნება შეწყალება. მარიკა ბოლქვაძე მოისმინა კობახიძის დღევანდელი განცხადებები, ის ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ იხელმძღვანელებს სასამართლო, თუმცა ამით ხელმძღვანელობა შეუძლია პრეზიდენტს. ასეთი იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული განცხადება პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორც იცით, თვეების მანძილზე უკვე რამდენიმე პატიმარს აქვს შეწყალების განცხადებით მიმართული ქართული ოცნების პრეზიდენტისთვის, თუმცა ამ დრომდე მათ პასუხი არ დაბრუნებიათ. ჟურნალისტების კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, აგრეთვე გაითვალისწინებენ თუ არა სასულიერო პირების საპატრიარქოს თხოვნას შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან, რომ ისინი იშუამდგომლებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პატიმრები გათავისუფლებული იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ რეალურად დაინახავენ, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს ნანობენ და მათ შორის ირაკლი კობახიძემ ახსენა ისიც, რომ საპატრიარქოსაც ურჩევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ფაქტორით, ანუ სინანულის ფაქტორით იხელმძღვანელოს, თუმცა რამდენად აქვს ახლა ქართული ოცნებისთვის ამას მნიშვნელობა, მოინანიებენ თუ არა პოლიტპატიმრები ჩადენილ დანაშაულს, როგორც ისინი ამას უწოდებენ, იმ ფონზე, როცა ისინი ამბობენ, რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და ასახელებენ იმასაც, რომ პოლიტიკურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს კიდევ ცალკე საკითხია. ირაკლი კობახიძის განცხადება თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი. ჩვენი თავი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად ცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. ანუ ეკლესიის თხოვნასაც მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მიდგომა, მათ შორის სინანულთან დაკავშირებული, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი იმ მიდგომასთან, რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიის. ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, მე ასე მგონია. კამერების დაზიანების ფაქტზე იყო დაკავებული, გამოძიებაში აღიარებით გამოცხადდა, ესაკულებები უდაოდ გახადეს, იღეს უარი. ანუ დამოკიდებულება რა გაქვთ თქვენ? არის კონკრეტული შემთხვევებით სასამართლოზე ჩვენ ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, სასამართლო მოქმედებს კაცრად სამართლებრივი სტანდარტებით, მაგრამ თუ საქმე შეეხება შეწყალებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს ხედველობაში საქართველოს პრეზიდენტმა. ხო, ეს არის ძალიან მარტივი დამოკიდებულება. სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზანშეწონილობით, თუმცა ამის საშუალება აქვს პრეზიდენტს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს დღეს კიდევ ერთხელ ოპოზიციური ალიანსი გამოეხმაურა. ამასთან ერთად მათ ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემო უნდა შეიქმნას ახლა მომავალი არჩევნებისთვის ქვეყანაში და დააყენეს კონკრეტული მოთხოვნები ხელისუფლების მისამართით, რა უნდა გამოსწორდეს და როგორ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში. ამბობენ, მოთხოვნები ასეთია, ძირითადი 6 პუნქტი ამ მოთხოვნების ასეთია, გაუქმდეს ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნა მიღებული, აგრეთვე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, დაკომპლექტების წესის ცვლილებასთან ერთად აგრეთვე ხელმძღვანელი პირების არჩევის წესში ითხოვენ ცვლილებას, ასევე გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეების გადამოწმება, სასამართლოში საარჩევნო დავებთან დაკავშირებით შეიქმნას შესაბამისი კოლეგიები, დაყენდეს აუდიტის აუცილებლობა არჩევნების დროს აპარატებთან და აგრეთვე კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით. ეს არის ის ძირითადი 6 პუნქტი და მოთხოვნა, რომელსაც ოპოზიციის გაერთიანების ალიანსი უყენებს ახლა ქართულ ოცნებას მომავალი არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიულ გარემოში, რაც შეეხება პასუხებს ქართული ოცნების მხრიდან ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ შემდგომი არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში და ამ წესებში არანაირ ცვლილების მიღებას არ აპირებენ და ეს არჩევნებიც ჩატარდება ისე, როგორც გასული არჩევნები, ანუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 26 მაისს რუსთაველზე გელოდებით თელ საქართველოს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ოპოზიციის ალიანსს ქართული ოცნების შეცვლა მთავარი ამოცანად აქვს დასახული.
პირველ რიგში ეს მიგვაჩნია სამართლიანი და თანასწორი არჩევნების როგორც მთავარი ინსტრუმენტის გზით. მაგრამ სანამ სამართლიანი და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ასევე ის რეპრესიული კანონები უნდა გაუქმდეს, რომელმაც ფაქტურად ჩამოშალა ან ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს დემოკრატიისთვის. 6 მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ოპოზიციურ ალიანსმა ჩავთვალოთ მინიმალური სტანდარტის დაცვით, თუნდაც საარჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობა, რომელიც არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის და დიდი რაოდენობის მანიპულაციის შედეგად არჩევნების შედეგებზე მოხდა ზეგავლენის განხორციელება. შესაბამისად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ზუსტად ამ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად და ნორმალური სამართლიანი თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შესრულებლად აუცილებელია იმ 6 პირობის შესრულება, რომელიც ამორჩევს მისცემს ნდობის გაუჩენს ნდობას საარჩევნო პროცესების მიმართ. რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაბამისად ჩვენ ბუნებრივია ჩავატარებთ ამ კანონმდებლობით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ეს არის ის მოთხოვნები, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულ ოცნებას უკვე როგორც პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე მოქალაქეები უყენებენ, თუმცა როგორც ჩანს, ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებაზეა ეს დამოკიდებული მხოლოდ როგორც პოლიტპატიმრების ნაწილში, ალბათ არჩევნების ნაწილშიც ეს ქართული ოცნების პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე და ამ ნების მიზანშეწონილობაზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით სხვა პარტიებს, ოპოზიციური ალიანს, გარეთ მყოფ პარტიებს ამასთან დაკავშირებით კომენტარები არ გაუკეთებია. საინტერესოა მოვისმენთ თუ არა არჩევნებთან დაკავშირებით მათ განცხადებებს, სავარაუდოდ დღის მანძილზე ისინი გააკეთებენ ამ განცხადებებს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.